ტრაქტორის ხმა რანაირად იცანი ბიჭო? ამდენი თვე არ დამიქოქია. შეკუდუნა კაცო. წამოთ. კლუბებით 9 დუბლი ჩავწერეთ ეგან სახლში. ჭიშკართან უფრო სწორად წამოსვლის ხან სხვანაირად მინდოდა ეს ვიდეო დამეწყო, მაგრამ იმდენმა მანქანამ ადამიანმა და იმან გაიარა, ვერ დავიწყე. დილამშვიდობისა ჩემო მეგობრებო, გუშინდელი ვლოგი გასაგები და საპატიო იყო ალბათ, რადგანაც თბილისში ვიყავი პატრიარქის პანაშვიდზე და 10 საათზე მეტი დამჭირდა იმისთვის, რომ სამების ტაძრამდე მივსულიყავი, თუმცა არც ერთხელ კითხვა არ დამისვა საკუთარი თავისთვის ხირდა თუ არა. ჩამოვედი ხა ფერმაზე, ამინდი გამოიდარა, მიუხედავად იმისა, რომ მოღრუბლული იყო და მეგონა გაწვიმდებოდა და ერთი ჩემი მეგობარი მინდა გაგაცნოთ, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გარაჟში ისვენებდა ეს პატარა ბამბულბი და ტრანსფორმერი. აქვე პატარა განხილვასაც, ჩემს აზრსაც მოგახსენებთ ამ ტრაქტორთან დაკავშირებით, რადგანაც TikTok-ზე ერთმა მეგობარმა აზრი მკითხა და ბარემ ამ ვიდეოშივე გეტყვით. პირველი ის, რომ დავიწყოთ პლუსებით. ისე პლუსებთან მივალთ, ესაა დნეპრო. არავინ არ იფიქროთ, რომ დნეპროპეტროვსკის ქარხანაში აწყობენ ჩინეთში და მე აკრავენ სტიკერებს. თუმცა დავიწყოთ პლუსებით. აქვს გასაღები, აქვს სტარტერზე იქოქება, აქვს განათება, აქვს ვიზუალი ძალიან ლამაზი, ეკონომიურია, ძლიერია. თუ გჭირდებათ ტვირთის ატარებლად, ყანის გამოსატანად, სოფელში სასიარულოდ ესე ტრანსპორტისთვის ძალიან კარგი გამოსავალია, მაგრამ აქვე მინუსებზე მინდა ვისაუბროთ. ოღონდ ერთი რამ მინდა იცოდეთ, როცა მე ამ ტრაქტორზე ვსაუბრობ კონკრეტულ ამ მოდელზე, სხვა არ მყოლი არ ვიცი. პირველი ტრაქტორია ჩემ ხელში, ამით ვისაუბრეთ ტრაქტორზე შეხებას, ტარებას და ასე შემდეგ. ახლა დავიწყოთ მინუსებით. აქვს გასაღები და აქვს სტარტერი, მაგრამ რამოდენიმე ერთ თვეში დაახლოებით გაფუჭდა და ესე ხელით აი აქედან აქვს სალკე და დრუჟბასავით მიწევს აქედან დახოქვა მაგის გამო. მეორე მინუსი აი აქ თუჯის რული გატყდა და ახლობით 2 კვირაში შეძენიდან და როგორც ხედავთ დასვარგულია. აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ როცა მოხელეს არ მიმქონდა რაღაცა ნაწილი გასაკეთებლად, ის მეუნებოდა, რომ 10-დან 9 შემთხვევაში მსგავსი შემთხვევებია. ეხლა ნახეთ რა ხდება. რახან დიზელია, ამას ამორტიზაცია არ აქვს, მანქანის საბურავებივით არ აქვს, დიდი შიპები აქვს, ნახეთ. და ამორტიზაცია რახან არ აქვს, ესე ცუდ გზაზე სიარულის დროს, დრაჟენია აქვს, დრაჟენია რო აქვს ურტყავს და პირველი ის, რომ ყველა სახში მისვლაზე ყველა ბოლტის დაჭერა გიწევთ. საბურავების განსაკუთრებით, რადგანაც შარშან რამოდენიმეჯერ გზადაგზა დავკარგეს ისინი, რა ქვია, ბოლტები და საბურავები გამძვრა. მეორე, რახან ამორტიზაცია არ აქვს, აი ნახეთ, დასვარყულია ყველაში და ის და ესენი ძალიან სუსტი რკინიდან გაკეთებული და წყდება და დაახლოებით ერთ თვეში ჯერ ერთი საბურავი მოძრა და მეორე საბურავი მოძრა ცუდ გზაზე სიარულისას. რახან ეკონომიურია და დიზელი ამავდროულად დიზელს ის პრობლემა აქვს, რომ როგორც გითხარით, დრაჟენი აქვს, ხმაური აქვს, მაგრამ სახნავის დროს საერთოდ ვერ გზნოთ მაგას, იმდენად ღრმად ჩადის მიწაში. აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ თუ არ იცით ზუსტად რაზე გჭირდებათ და როგორი გჭირდებათ, ჩემი აზრი იქნება, რომ ასეთივე, დიდი არ შეიძინოთ ბენზინის, პატარა 9 ცხენისძალიანი, 7 ცხენისძალიანი ტრაქტორი, მესმის, რომ რასაც ამით იზამთ ნახევარ დღეში, იმით 2 დღე დაგჭირდებათ. მაგრამ ნაკლები პრობლემა იქნება, ნაკლები ხმაური იქნება, ისინი არ გაგუზრება გზაზე ბოლტები, რაღაცა პაგრიშკა არ მოგიტყდება. ხო, აქვე მინდა გითხრათ ერთი რამ. ნახეთ, შეგიძლიათ, რომ 4 ბოლტიანი 13-14-იანი მანქანის დისკი ან 5 ბოლტიან მანქანის იმეებზე, რა ქვია, ზაპასებზე გადააკეთოთ 4 ბოლტიანი საბურავი მანქანის პირდაპირ მიდის და მოგიხსნით იმ პრობლემას, რომ დრაჟენი აღარ იქნება, პაგრიშკები აღარ მოტყდება, არ მოგზრებათ რაღაცა გზაზე, თუმცა მოტორის და იმის ბოლტების დაჭერა მაინც ყველა მისლაზე დაგჭირდებათ სახლში. მაგრამ სოფლის მეურნეობაში ესე ტრანსპორტირებისთვის სასიარულოდ ტვირთის ათრევად და იმისთვის აპრობირებულია უბრალოდ საბურავებს შეუცვლით, ხანდახან ბოლტებს დაუჭერთ, პრინციპს უფრო დიდს გააკეთებთ, თუ არ გჭირდებათ, ან თუ გჭირდებათ მაგის შესაბამისად და ეგ არის და ეგ. წავედით ახლა საქმეს მივხედოთ, მოვჭით განხილვებს და სარიშვილობანას. მაგრამ სარიშვილობანამდე აქედან მოკითხვა ცინცას, რადგანაც ცინცას ვიდეოებს უყურებდი სულ YouTube-ზე და გირჩევთ გამოიწეროთ მისი არხი და გამოიწეროთ ჩვენი არხიც.
ნახეთ რამდენია მომავალი თევზუკი მოვალი თევზუკები ლამაზია რა. კი ბატონი, შენ ხარ ჩემი ბატონი. ახლა გავყვები. აი ესე. და რაღაც სხვაგან ვეძებოდა ჯერ მოვჭრათ ჩოჩობები. გავყვები ესე. რომელიც გამომადგება ოდნავ მსხვილები და ისინი ამათაც გამოვჭრე. აუზის პირიც ლამაზად იქნება და საქმესაც წინწაადგება და ზაბორზეც გამოგვადგება. რამდენ საქმეს შვებით ერთად ხომ ხედავთ? ხო ვითომ არაფერი მიდიხარ შენთვის წრი ჩოჩობეს სარებისთვის. მე მეადგები ხეს, ტოტი არ მოგეწონება ერთი, მეორე, მე იქ ვენახი არ მოგეწონება, მე დაიწყებ იმათ მოჭრას. მე იმათ მოჭრას ხوار დატოვებ, უნდა დაანაწევრო პატარებზე. მე მიყვები ამათ დაასუფთავებ, მე დაგაგახსენდება რაზე იყავი მოსული, მე ჩოჩობას აგზელებ. კაია. გადასარევი ამბავია. მაგრამ ეს დაუმთავრებელი ისინი არ მეყვარს, მე იქ ის მიმჩა, ხა იმაზე ვდარდობ, რომ ვენახი ქვემოთ იქნება და ზემოთ ხო არა ვიტანო ბარემო, მე გასასხლავი ხოაო, მე ბარემ გაგესხლავო და ამ ბარემში რაზეც მოვედი სულ დამავიწყდა. ასე რომ ხალხო ბარემ ამოიღეთ ხმარებით. საბორს წნავდი და ითმა განწყუთელმა დამირეკა სასი კაცი გამოძახებითო შენ ყოლიაო წაყვანილიო და ჩამოვიყვანო შენ მღორსო და ეგებაო იმას ქნასო და ამიტომ ამათ დაუძახი ახლა 10 წუთი სხვადასხვა ვეძახი და ჯერ არ მოსულან და სადღაც ძალიან შორს არიან ეთყობა წასული და შეიძლება ის კაცი გამოძახებული კაცი გავატანო ამ კაცს უკან და ხმაზე ცოტა კი დაგვეტყო კაციება მაგრამ ვერაფერი ვერაფერს ჩვენ ვერ დაგვაკლებს ხონდრო რიცი ბაბუ შევხედოთ როგორ იქნება მირჩევნია რომ გავატანო ახლა მე რომ დაჭირდეს კიდეს პარემ პატრონს ეყოლება სახლში ჩვენც გვეზრდება უკვე რომეო პირველი შემთხვევაა როცა დაძახილზე არ მოვიდნენ ან იმდენად შორს არიან არ ესმი ჩემ ხმას ყოველ შემთხვევაში კიდე გუნდოდა შეიძლება ადრეა და ართულიანო სახლში წამოსვლის დრო რას გაიგებ ამათს ციურ პასუხი არ არის ციუ ვიძახი პასუხი არ არის ოპ ჩავარდი და დამისველდა ფეხი ციუ პასუხი არ არის სად დაიკარგება ხოლმე ეს ღორი კაცო იქეთას ვიყავი და აქეთას ვიყავი სიტკენზე ვიდე სიტკენ იქითკენ ხუმრობა ეგეთი იყოს და პირველი შემთხვევაა როცა ვეძახი ვეძებ და ვერ პოვლობ დიდი ალბათობით იმ მამალმა წაათრია ესენიც სადღაც წაიყოლია ან ოქროს საწმის მიაგნეს და უკან დაბრუნება აღარ უნდათ და გაყვნენ იაზონს მეტი ვერსია ფიზიკურად არ იქნება გამორიცხულია იმ კაცმა დაყარაფა ხმალი ვისაც იყავდა მოყვანილი დედალი და დამირეკა ეგერ არიანო გზაზე წასულა ხო მივხვდი მე იმის ანატორღიალები იყო იმ მამალის ვიცი მე ჩემი ღორების ამბავი და რა უქნა გზაზე ეგერ ის კატები რო ცხოვრობენ იქ საკონტროლებულან და რაირად გაიგებდნენ ჩემ დაძახილს რა უნდა უქნა ახლა ამათ არა და ვიცია იმის აყოლილია იმ შავის ქუჩაში არასდროს არ გამოსულან აი გზაზე არასდროს არ გამოსულან ტყის ტერიტორიიდან რა უნდა ციური რა უნდა გიქნა რა უნდა გიყოს კაცმა დროზე სახში დროზე ახლა კულტურული განათლებული ქალბატონი ხარ შან რა გინდა ჩემ რომეოსთან ატი ბარტი შენი
ანდახან რომ მეუბნებიან საინტერესო ცხოვრება გაქო. შეიძლება ითქვას რომ გარედან კი, მაგრამ უფრო მეტად დამღლელია ვიდრე საინტერესო. ყოველდღიურობაში და მაგიტო ვამბობ მაგას. ეს 2 რიადი მოვასწარი და საერთო ჯამში მეც მომწონს უკვე ისეთი კაი გამოდის. კიდე კარგი ის კაცი რომ მოვიდა და თავისი ხური მოიყვანა, თორე მე ამათ აქ დავეროდებოდით, ესენი აქ არ მოვიდოდნენ და შესაბამისად შეხვდებოდნენ გზაზე სახლისკენ მიმავალს. ეხლა დაურეკე იმის ამ შავი ღორის პატრონს, ვინც ამ ლოველასის, ხო და მეთქი წაიყვანეთქო, მოგეხმარებითქო, არაო, ეგო კაციაო და კაცის ბუნება ესეთია რომ მოიყვანო, მაინც წავაო და მეთქი ხო არ გადავაგდებთქო და გადააგდევ, ოღონდ ისი არაო, სადმე მატარებელთან ახლოს რო იყოსო, თორეო რაღაცა არ დაემართოს. ესეთი პასუხი გამცა. ელნელა როგორც მოვიყვან, ისე წავიყვან. ხელის ტრაქტორის და ნეინეის დახილით და სადღაც მელაკუდუნა რომ ცხოვრობს ან იმის ზემოთ ან სადღაც იმ ტერიტორიაზე დავტოვებ. ესეთიაო კაცის ბუნება. ვერ დავეთანხმები მაგამ ბავში. და ერთს ის მოუწონე, მაგრამ რას ვიზამ, თავისი ღორია და როგორც უნდა ესე გადაწყვიტოს კაცო. მე კი დავეღალე და ამათ აღარ გადავუშვებ 1-2 დღე, იმიტომ რომ არასდროს ამათ გზისკენ თავი არ გაუყვიათ, პირიქით სულ ტყეში რაღაცა ჩიჩქნიდნენ და ის რახან გზაზე სიარულს და მას ხეტიალსაა მიჩვეული, ეგრევე დაუპირა გახეტიალება, მაგრამ ნურას უკაცრავად. ყველას მშვიდობიანი საღამო, დღეს მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის და არც მინდოდა რამე სამხიარულო ესე გამოსულიყო. ყველას მშვიდობიანი საღამო და ყველას უკეთეს ქვეყანაში გაგვეღვიძოს. ყველას უკეთესი დილა გქონოდეს, ყველას კარგი ორშაბათი და გვეცხოვროს ისეთ გარემოში და ისეთ ქვეყანაში, რომლის შენებაშიც ჩვენ თვითონ მივიღებთ მონაწილეობას და ეს არ იქნება გარეგნული და რაღაცა ყალბი და ხელოვნური. ღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგან ჩემთან ერთად ყოფნისთვის. შეხვდებით ხვალინდელ ვლოგში.